ვაკლებთ უკვე სტუდიაში საუბარს, მათი ნაწილის აზრი მოსმენილი გაქვთ მიმდინარე პროცესებზე. დღეს ამ ადამიანებთან ერთად და ამ გადაცემაში ვიმსჯელებთ ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ბიზნეს გარემოზე, როგორია ზოგადად განწყობა დღეს ბიზნესში, რას ელოდებიან და შესაძლო პროგნოზები. მაგრამ მთავარია მაინც განწყობები და სწორედ ამ ადამიანებთან გვექნება საუბარი, რომელიც BMG-მ ჩათვალა, ეს არის ამ ადამიანის ცხადია საქმიანი საზოგადოების ნაწილი, ვინც უშუალოდ ქმნის ეკონომიკურ ყოველდღიურობას და მათ შორის მოლოდინებსაც და მოვისმენთ მათ გზავნილებს ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის შემქმნელებისთვის. რესან ქიქავა, ბიზნესმენი, მადლობა მას მობრძანებისთვის. კიდევ ერთხელ მივესალმები ნიკოლოზ ალავიძეს, GeoCase-ის მრჩეველს. ჩვენთან ერთად არის ნიკოლოზ შურღაია, იგი საზოგადოებრივი გაერთიანება ერთობა წარმოადგენს და მივესალმები ნინო ნიაურს, რომელიც OnePoint-ის მართველი პარტნიორია. დილამშვიდობისა, მადლობა მობრძანებისთვის. თქვენ იყავით პირველი იმ საღამოს, როცა ეს ამბავი მოხდა. ყოველ შემთხვევაში ჩვენგან გავრცელებული ამბებიდან გამომდინარე ვამბობ, ვინც გააკეთეთ შესაბამისი განცხადება, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში ეხებოდა აწ უკვე პოლიტიკაში წასული ბიზნესმენების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის დაპატიმრებას. ეს თემა მოგვიანებით, მაგრამ მე ზოგადად მაინტერესებს მათ შორის როგორც ყოფილი საჯარო მოხელისგან უახლოეს წარსულში აქვს დომთაგან, თორე ამის ბედნიერება მეტნაკლებად ყოველას ჰქონდა, ამას ყოველგვარი ცინიზმის ან რაიმე სატირის გარეშე ვამბობ, ჩვენთვის პატივია, რომ ვემსახურებით ამ ქვეყანას ყველა პოზიციაზე. ნიკა, არსებული ვითარება, როცა კასკადე არის და ქარიშხალი არის ცვლილებების, რომლის გაანალიზებას არათუ ტვინი ის ადამიანებიც ვერ ასწრებენ, ვისგანაც სწორუპოვა ანალიზის ველით. აქვს თუ არა ამას რაღაცა კონკრეტული გათვლა და დანიშნულება და რამდენად არის ეს ის ხელშემწყობი გარემო საქმიანი საზოგადოებისთვის, რომ ადეკვატურად მიყვეს განვითარებას. პირველ რიგში კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით და კიდევ ერთხელ როგორც ის რაღაც საჯარო განცხადებას მოყვა, ხარდაჭერა გამოუცხადო კონკრეტულად მამუკას და ბადრის და კიდევ მას შემდეგ განვითარებულ ყველა პოლიტიკური პატიმარს, პოლიტიკურ ლიდერს, რომელთანაც შესაძლებელია მე პირადად, რამე ჩემი პირადი სიმპათია არ მაკავშირებდეს, მაგრამ ისინი არიან ამ ქვეყნის ნაწილი, პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი, რომლის ნაწილი ყველა საქართველოს მოქალაქეა, ვისაც ასაკით მოუწია უკვე შეუძლია არჩევნებში ხმის მიღება და ყველა პოლიტიკოსია უკვე. ყველას აქვს ეს პასუხისგებლობა, რომ მათ ხმა უნდა მისცენ და ეს არ ნიშნავს, რომ არის არ არის ემიჯნება, არ ემიჯნება პოლიტიკას. ყველა მოქალაქე, ვისაც ასაკით აქვს საშუალება, რომ მისცეს ხმა, არის პოლიტიკოსი. გვინდა როგორც გვინდა ესე გაიგონ და ასევე რა თქმა უნდა ხარდაჭერა იმ ახალგაზრდებს, რა თქმა უნდა, იმ ახალგაზრდებს, რომელიც პირველები იყვნენ ამ გაუგებარი რეპრესიების და სრულიად არასაჭირო მოვლენების, რაც არაფერში არ ჯდება. რაც შეეხება ამ შენ კითხვას ამ ნაწილში, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩვენ ვაკვირდებით, რომ მე პირადად ლოგიკას ვერაფერში ვერ ხედავ ამ გადაწყვეტილებებში რაც ხდება. ერთადერთი ლოგიკა არის ის, რომ აქტიურად გრძელდება და ბრჭყალებში წარმატებულად ამ სიტყვის ცუდი გაგებით, ანუ სარკისებურად ესეთი შემოტევი გაგებით, ნეგატიური სელექცია გრძელდება წარმატებით და ჩვენ ვაკვირდებით ამ ნეგატიური სელექციის რაღაც განვითარებას. არავისთან ეს შეურაცხყოფელი სიტყვებს არ ვამბობ, მე უბრალოდ ჩემი პირადი გამოცდილებით, ჩემი დაკვირვებით და ჩემი ამ რაღაცა ტელევიზიურ სერიალების ყურებით რაღაც წარმოდგენები შემექმნა, აქედან გამომდინარე ვიჯელობთ, იმიტომ რომ არის წესები იგივე, როგორც ჩვენ რომ მითხარ ხა მაგიდაზე არ ახვიდე და არ გადაყირავდე რა, ანუ გრავიტაცია არსებობს, მე ვამბობ, რომ გრავიტაცია არ არსებობს და დავეცები გავიშხლართები, სიმაღლე დიდი არის, მაგრამ რაღაცა ტკივილს მაინც მივიღებ. და მე რომ დაახლოებით ამასთან აქვს დაგაბრალო მე შენ რომ აი რატო არ მითხარო დავეცემოდე გრავიტაციას არ ვაღიარებ მაგრამ შენ ამ გრავიტაციას მე კი არ ვაღიარებ მაგრამ ეს ხო არ ნიშნავს რომ მე რახან კონკრეტულად მეცნიერებას არ ვაღიარებ ის არ არსებობს ზუსტად ეს არის ერთადერთი ეს არის რომ კიდევ და კიდევ ეს არის გრძელდება ნეგატიური სელექციის შედეგად რაღაცა ექსპერიმენტი რომელიც არანაირ ლოგიკურ ანუ კარგ შედეგამდე როგორც თუმცა ეს ყველაფერი ლოგიკურად ვითარდება მართლა ექსპერიმენტია ნიკა მე ამაზე ვაფრთხილებდი ბიზნესის წრეებს და თუ მათ ახსოვდა ისმენენ 2023 წლის ზაფხულში 2023 წლის შემოდგომაზე 2024 წლის დასაწყისში წიგნიც იმიტომ დავწერე ანუ ეს აი როგორც ნიკა ყვებოდა ეს ადრე თუ ადამიანმა იცი ეკონომიკური კანონები და სოფლიო ისტორია ადვილად დაინახავ რომ როგორ იქცევა ადამიანი და ხელისუფალი შემდეგ დაინახავ ამას რა მოყვება ეს ხდება ახლა დღეს
ახლა მე ამას ხედავ, რომ ცდილობენ, რომ მოახჩონ თავისუფალი სიტყვა და იმის მიღმა თავისუფალი აზრი, ანუ ისეთი შიში დანერგო, რომ თავისთავადაც კი არ უთხრან ადამიანებმა სიმართლე და მოდით ახლა мотиваცია დავინახოთ. რატომ აკეთებენ ამას? мотивაციის ძირში არის სიკვდილის შიში, ანუ ფულის სიხ. ანუ ყურეთ, იმდენი ფული უნდა კონდეს, რომ თავისი სიკვდილის შიში ჩაახშოს. ახსენე თუ ცოტა ჩაშლილად კიდენი. შეხედეთ, საბოლოო ჯამში შიშების ძირში არის სიკვდილის შიში. კონკრეტულ პიროვნებებს აქვს სიკვდილის ძლიერი შიში. მათ ბევრი ფიზიკური სიკვდილი მოგთან გულისხმობ? სინამდვილეში თავისთავთან რო რჩება სიკვდილის შიშია და ბევრი ფული და ძალაუფლება სჭირდება, რომ ის პატარა ბიჭი არ იყოს ხმელჭაძე რო დადიოდა, ხვდებით? და აი ამ შიშის გამო მთელ ქვეყანას რდრგუნავენ. აი ამაზეა საუბარი რა და ჩვენ ვიფიქროთ ამ мотиваციას რო ხედავთ, რომ დაგინერგოს შიში რო თვითონ იყოს მაგრად და თავის თავს თვითონ სუპერკომპიუტერად იქცეს და თავის ხელება და ფეხება და რა ვიცი ნაწილაკებად აქციოს დანარჩენი ესე არ მუშაობს ჯანსაღი საზოგადოებები და ქვეყნები და ვერ იმუშავებს და ჩვენ ახლა როგორღაც აი ეს რო გავხსენით ვისაუბროთ შემდეგ როგორ ვებრძოლოთ. დინო, თქვენი ყოველდღიური რუტინიდან გამომდინარე, რომელიც საქართველოში წარმოადგენს ერთ უმსხვილეს კომპანიას HR-ის მიმართულებით, რა დაკვირვებას ხედავთ აქტიური ადამიანი ბრძანდებით საზოგადოებრივ ასპარეზზე, თუმცა რა ვითარებასთან გვაქვს საქმე და თქვენი შეფასება კარგი ხანია არ მომისმენია ამ თემაზე. ხო, საინტერესო ესეთ გარემოში აღმოჩნდით, ისეთ პრაქტიკულად კი ველოდით, ერთი წლის წინაც ვიცოდით, სად მივიდოდით, მაგრამ ეს რაც დღეს ხდება, ანუ პრაქტიკულად ჩემთვისაც უცნაური არის და გეტყვით რას გულისხმობ. ბოლო 2-3 წლის განმავლობაში დაახლოებით სტატისტიკა ეგეთია, რომ 300,000 ადამიანი, დაახლოებით 300,000-მდე ადამიანი წავიდა ქვეყნიდან შრომით მიგრაციაში ეკონომიკური გარემოებების გამო. დღეს ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როცა ადამიანები უკვე არა მხოლოდ ეკონომიკური გარემოებების გამო, არამედ ღირებულებების გამო და აი იმ გარემოს გამო, რა გარემოშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება და იმ შეზღუდვების გამო, რაშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება, უკვე პროფესიონალი, გამოცდილი, კარგი შემოსავლის მქონე ადამიანები ძალიან აქტიურად ფიქრობენ ქვეყნის დატოვებას. და ეს არის რეალურად ძალიან მძიმე გარემოება ეკონომიკისთვის, ბუნებრივია, ბიზნესისთვის. ბიზნესები დღეს გრძელვადიანად აღარ იგეგმებიან. პრაქტიკულად ჩვენ აღარ გვხვდება ისეთი ბიზნესი, რომელიც აკეთებს გათვლას 1 წელზე, 2 წელზე, აი 1 წელი და 2 წელიც უკვე ბევრი გახდა. არა თუ 3 და 5 წლიანი დაგეგმა, ხო? ანუ ეს გარემოება ბუნებრივია ბიზნესს არ აძლევს ლავირების საშუალებას, არ აძლევს განვითარების საშუალებას, ადამიანებს არ აძლევს განვითარების საშუალებას. ამ პირობებში ძალიან რთულია, რომ რაღაცა დამაიმედებელი იყოს, ხო? ეხლა ეს ავტორიტარული მართლობა, ესე არ არის, რომ შენ გეხება და მე არ მეხება, ხო? ეს ყველას ეხება. შეუძლებელია, რომ ვინმე გადარჩეს და ვინმე გადაურჩეს ამ გარემოებას. ამისი აღქმა არ არის ბოლომდე. ამისი აღქმა არ არის, კი. ამისი აღქმა არის გარკვეული, ანუ ხა ჩემს გარშემო თუ ვიმსჯელებ, თუმცა ეს არ არის სწორი მსჯელობა, რომ ჩემს გარშემო რა ხდება. კი ბატონო. თუმცა ცოტანი არა ვართ. არა, ამაში დარწმუნებული ვარ. ბრესანკიკავა აკვირდება ძალიან ბევრ ინდუსტრიას გარშემო. და ამის საშუალება ხშირად გვაქვს რესან ექსპოში ძალიან ბევრი აქტივობიდან გამომდინარე. ინდუსტრიების, გამოფენების და ამდაგვარი. არსებული ვითარებიდან გამომდინარე. თქვენი პირადი დაკვირვება სხვადასხვა ინდუსტრიებზე. განწყობების რა შეფასების საშუალებას გაძლევთ და გნებავთ პირადიდან გამომდინარე, შეგიძლიათ ეგ განაზოგადოთ დანარჩენს. ცხადია ეს აქ სუბიექტური აზრებისთვის ვართ, მე თქვენ და დანარჩენები შეგნება. ბევრი რაღაც ითქვა და პრინციპში. თუმცა ბიზნესების მხრიდან ვამაყობ ძალიან ბევრი ქართული კომპანიით, რომლებიც მართლაც ცდილობენ, რომ ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ შემცირდეს ეს ზეწოლა, რომელიც არის გარემოდან გამომდინარე ბიზნესზე და მათ შეძლონ შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები და შეინარჩუნონ ის რაღაცა პოზიტიური დინამიკა რამენაერად. და არის კომპანიები, რომელიც ამას ახერხებენ და საკუთარი ძალისხმევის ხარჯზე არის, რომ ეკონომიკაში ჯერ კიდე რაღაცას ფაფხურობთ, ასე რომ ვთქვათ და ძალიან დაგვეშალა თავზე ყველაფერი.
განწყობა ბუნებრივია, გასაგებია როგორიც არის, ანუ გრძელვადიანობაზე როცა ვსაუბრობთ, ეხლა როგორ შეიძლება გრძელვადიანად რაღაც დაგეგმვა ასეთ გარემოში, სადაც ხედავთ ჩვენ თვალწინ რაღაც რეპრესიებს, ხედავთ პირდაპირ არაპროპორციული ძალის გამოყენებას, ძალა აღმარცხნავს პრინციპს შუღლის გავრცელებას და აუტანლობის გავრცელებას. ეს ყველაფერი მოქმედებს უზნაძე ალბათ ყველაზე ხშირად ვახსენდა ბოლო პერიოდში და ეს განწყობის თეორია, ეკონომიკა ზოგადად განწყობით იმართება და ბიზნესიც შესაბამისად განწყობით იმართება. გასაგებია, რომ როდესაც ადამიანებს არ აქვთ მომავლის მიმართ რაღაცა პოზიტიური განწყობა, იქ საუბარი იმაზე, რომ რაღაც გრძელვადიანად დავგეგმავთ რაღაცა კარგად იქნება აღარ არის და ყველა არის იმ გადარჩენის თუ რაღაცის მოფიქრების თუ მოხერხების რეჟიმში. არის ძალიან დიდი შიშიც არის, იმიტომ რომ ჩვენთან პოლიტიკური კულტურა არ არის იმ სიმაღლეზე, რომ ადამიანებს კონდეს თავისუფლად აზრის გამოთქმის შესაძლებლობა, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის და ამასაც ძალიან ბევრი ერიდება და ეს ფაქტებია, ესეთი ვთქვათ, მამუკას და ბადრის დაკავება იქნება თუ ნებისმიერი სხვა არაპროპორციული მოქმედება, რომელიც არის აბსოლუტურად ცუდი და არასწორი პოლიტიკური ნაბიჯი, ასევე ძალიან ცუდი სამართლებრივი პრეცედენტი და არის ძალიან ცუდი თუ არა კატასტროფული ზოგადად საინვესტიციო გარემოსთვის ასეთი ტიპის მოქმედებები კიდევ უფრო აღვივებს ამ შიშს და რაღაც ნეგატიურ განწყობას მომავალთან დაკავშირებით. თქვენ არაერთი ნიკა შურღაიას მიმართ ამ შემთხვევაში წამყვანი ფინანსური თუ ბიზნეს სტრუქტურის ხელმძღვანელ პოზიციაზე იყავით აქამდე. დღეს სხვა საქმიანობით ხართ პარალელურად ამ ყველაფრისა დაკავებული. რას ნიშნავს, როცა ბიზნესი ნახე ნიკა არ და ვერ იგეგმება გრძელვადიანად, და შესაბამისად არც რესურსი არის გარშემო, განწყობას გულისხმობს აიმისოთ, რომ ეს მოხდეს. მოდით მოვლენების ჯაჭვს შევხედოთ. შევხედოთ. ჩვეულებრივი გლეხის ცხოვრებაში თუ ის ვერ ბედავს, რომ ხეები დარგოს, მაშინ ის უნდა გადავიდეს ერთწლიან კულტურებზე. პომიდორი, კვახი, ამბავი. ბევრად მეტის მომცემი არის გრძელვადიანი კულტურები, თუ შენ შეგიძლია დაელოდო, რომ ხე დარგო 3, 5, 7 წელი დაელოდო და იქიდან მეტი მოსავალი მიიღო და თუ ხარ ძალიან გაჭირვებული და იმ ხის დარგვას ვერ ელოდები, შენ ხარ გამოკიდებული ერთწლიანი კულტურის ანაბარად. ჩვენ კონკრეტულ შემთხვევაში მშენებლობას რომ აქვს პრობლემები გადაედება, ანუ ადამიანს აღარ უნდა ბინის ყიდვა, იმიტომ რომ რა სიამოვნებაა, ვისთან უნდა მოიწონო თავი, ან რა სიამოვნებაა ქუჩაში ასეთ რაღაცა ხდება, პერსპექტივა არ აქვს. ხო, აღარ გინდა ბინის ყიდვა, აღარ ყიდულობ. ეს პრობლემა მისდის ბინის მშენებელს, ბინის დეველოპერს, შემდეგ ის კარიერის პატრონს, ცემენტის მწარმოებელს, შემდეგ ავეჯის იმპორტიორს, ან მწარმოებელს, ტელევიზორის, ასე ეს მთელი ჯაჭვია. წარმოების საშუალებების წარმოებლებს, სატვირთო, რა ვიცი, ტექნიკა, ტრაქტორი, ანუ მთელი ეს ჯაჭვი ირღვევა და შემდეგ ეს გადადის, ისინი ამცირებენ თანამშრომლებს, ის თანამშრომლები ვეღარ ხარჯავენ ფულს და ქვეყანა ეს არის დეპრესია ეკონომიკური ასე ხდება და ჩვენ ახლა ამ გზაზე დავდექით და რამდენიც არ უნდა გვარწმუნოს ჩვენმა სახსტატმა, რომ ჩვენი ეკონომიკა მაგრად იზრდება, ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებს. ეს ღირებულებები და ეს კონსტანტა ეკონომიკის, რომელიც, არ ვიცი, ხა როდემდე მოვიწონოთ თავი რა ვისწავლეთ ბავშვობაში. ეს ვიცით და ჩვენ ხედავდით ამას. და არა იმიტომ, რომ მე იმ პერიოდს გულისხმობ, როცა მათ შორის თქვენ გიყურებდით აღმასრულებელ ხელისუფლებაში. ეს ხო ის ლოგიკა არის, რაზეც ქვეყნის განვითარება და შემოსავლის გენერაცია ეხება. რა მოირღვა გადაწყვეტილების მიღება დევალვირდა საბოლოოდ, არც არასდროს არ არსებობდა ნიკა ენთუზიასტი და პატრიოტი ადამიანები მოაკლდნენ თუნდაც ფორმალურ გადაწყვეტილების მიმღებათა რიგს თუ აი ჯამში რა მივიღეთ ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რაზეც ჩვენი ექვსეული საუბრობს ამ სტუდიაში. ზუსტად ეგ ძალიან კარგი ალეგორია ქონდა და კარგი ისიც და ამას დავამატებდი ზუსტად ერთს, რომ ჩვენ კარგად უნდა ჩავიხედოთ ისტორიის
გამოცდილებებში და ერთი კაცობრიობის ისტორიაში, ანუ მთლიან ამ ჩვენი ამ 2000 წლიანი ისტორია რო ავიღოთ ქრისტეს დაბადების შემდეგ, ერთ-ერთი დიდი პრობლემა და გლობალური მაშინდელი კატასტროფა, როდესაც ევროპის მოსახლეობის 80% ფიზიკურად ამოწყდა, იყო შავი ჭირი. და რამ გამოიწვია შავი ჭირისგან ეს ეპიდემია, ხო? გამოიწვია მარტივმა მიზეზმა, რომელიც დარწმუნებული ვარ ხალ ყველამის გამეორება ცოდნისდე და ის რომ ერთ-ერთ პაპს მოუვიდა თავში რომ კატები გამოაცხადა ტრად რაღაც კაცობრიობის, რაღაც ჯადოქრობის ერთ-ერთ სიმბოლოდ და დაიწყეს მასიურად ევროპაში კატების გაწყვეტა. რამაც რაღაც გარკვეულ დროში გამოიწვია ის რომ გაიზარდა პოპულაცია თაგვების, ვირთხების და ინფექციის გადამტანი სხვა იმ გვერდწარმავლების და იმ ისეთი არსებების, რომელსაც კატები უკეთებდნენ ანულირებას, ასე შემთხვევაში და განვითარდა, სწრაფად განვითარდა ეს და 80% მოსახლეობის ამოწყდა. ამისი ანალიზი დაიდო მე-16 საუკუნეში, როცა მანამდე რაღაც სტამბა გამოიგონეს გერმანიაში, რაღაც ბეჭდა დაიწყეს და განათლებაზე გადავიდა მასიურად და მიხვდნენ მიზეზი რა იყო. ჩვენს აი ხა შენი კითხვას მინდა ისევ აი ამ ალეგორიით უპასუხო, ეს ყველაფერი მივიდა იქამდე, რაც ყველაფერი ცოტა მოვიდა, ხო? დააკლდა რაღაცა ანთებული სულისკვეთება, დააკლდა კომპეტენცია რაღაც კონკრეტული საქმეების გაკეთებას, დააკლდა შედეგზე ორიენტირება და მხოლოდ პროცესია. და შესაბამისად დადგა დღის წესრიგში ის რომ ჩვენ არ გვაინტერესებს ჩვენად ყველაზე მაგრები პირობითად მივდივართ რაღაცა არ ვიცით სად მივდივართ შენ თუ ხმას ამოიღე მე შენ დაგიჭერ და დაკმაყოფილდან მოკლევადიანი ერთწლიანი კულტურის მოყვანით რომელიც არა მარტო იმ წუთში რაღაცა აი ამ ჩვენი სტომაკის დატვირთვას გამოიწვევს რომ უცბად პრობლემა გადავავადო ეს იგივეა ეს ცნობილი რაჭველების ფილმი რო გენიალური ყველაზე სწრაფები ხო 44-ის და არიციო რაჟდენავ შენ ვაგერ მეორე მოთხარი და აქ ჩაყარო ზუსტად მაგ პროცესში მივედით ჩვენ ამ 44 და ეს ყველაფერი ისევ და ისევ ჯაჭვური კომპლექსური პრობლემით მოვეთ იმითი რომ ვიღაცა უფრო ადვილად ხდება ამ ფეოდალური მართლობის აქტორი, ბენეფიციარი, რომელსაც ურჩევნია, რომ უცბად რაღაცა ინდულიგენციათ მიიღოს შენებლობის ნებართვა, დაარღვიოს ყველა კოეფიციენტი, ისტორიული შენობაც, ისტორიას გადაუაროს და უცბად რაღაცა განვადებით გაყიდოს ის, რომელიც რეალური ღირებულება აქ არ იქმნება. ეს არის ქაღალდზე, რითი დაიწყო პირველი გლობალური კრიზისი, ტიტების კრიზისი, ხო, ბაბლი, ბჭყალებში რაც ვიცით, ხო? ანუ ესეც მე-16 საუკუნეში მოხდა, ესეც დიდი დრო გავიდა კაცობრიობისთვის ჩვენ რომ ეს გავითვალისწინოთ. აღარ მივდივართ იქ რაღაც 20 და 30 წლის წინანდელი კრიზისების ანალიზზე. ძველი ზღაპრების დონეზე ჩაუღრმავდეთ და იმ ხატოვნად გადმოცემულმა მაინც დაგვაჯეროს რომ 2000 ეს არის ზუსტად ეს, ანუ შენი კითხვას ეს ყველაფერი არის კი კომპეტენციის დაკლება პირველ რიგში, კომპეტენციის დაკლებას რა იწვევს? ხო, იწვევს არასწორი мотиваცია, იმიტომ რომ მე რომ მინდა რაღაცა დაუსაბუთებელი ამბიციით რაღაცის მიღწევა და მოხვდი კარგი გაგებით, ხა ნიკას ვთხოვ და რაღაცა გვერდზე დამიყენა, მე ვაღიარებ, ო დიდო ღმერთო, ნიკაო, შენზე ვილოცებ, რა თქმა უნდა და ამ პატივმოყვარებით, აი ამ ისევ და ისევ ამ ნეგატიური სელექციის ვიწრო ძაბრში გაძრომით, ვინც აი ამ გამოძრა ამ პრობლემაში, დარჩა ყველანაირი ღირებულებით, კომპეტენციით, მორალური პასუხისგებლობით დაცლილი რაღაცა შედეგი, რომელსაც ხვანაირად აღარ შეუძლია. მეორე მხარეს არის ის, ვინც აღიარა, რომ იმ ხალხზე კი რაღაცა თავისთვის მე კი მაქვს მე დანაზოგი და ყველასთვის მე თავს ვერ დავდებ, გმირი ვერ ვიქნები, მე ვნახე სკოლაში ვისწავლე არსენ ამარავდელის ამბავი და როგორ მოექცა იმას ის საზოგადოება, ვისთვისაც თავი გაწირა, ის არ ვიქნები. მოდი რა, ილიაც მოკლეს, აგერ ვიღაცა ორი ადამიანი, რომელიც ცუდი ტიპები არ ბანკერი, მაგრამ თლიანი ბიზნეს კულტურა შექმნეს იმათ 90-იან წლებში სერვის პლუსი ვინ იცოდა ნიკას ახსოვს ეს და რესაინსაც ახსოვს ხო ვინ იცოდა კორპორატიული მართვა ისე რომ ინსტიტუცია შეიძლება შეიქმნას სადაც ვიღაცა არაფერს არ მოიპარავს და ეს ინსტიტუტი ეს არის მთავარი ფუნდამენტი რაზეც დადგა ეს არ არის აუცილებელი ვიღაცა ვაქოდავა ის ხალხიც არ ამბობს რომ ჩვენ იმას ხենք ეს მე პირადად ჩემი პირადი გამოცდილებას ვაზიარებ მინდა რომ ვისაც დაავიწყდა იმას შევახსენო მე 12000 ადამიანი თქვი, მაგრამ 12000 არის პლუს ქარეთ, ანუ მიმდინარე ვინც არის იმ ჯგუფში. მარტო საბანკო სფეროში დასაქმებული და არა იმებში, მაგრამ წლების განმავლობაში რამდენი ტიპი გამოვიდა, რამდენი იყო ამის ბენეფიციარი, რამდენის შთამომავლობა აშენდა. ამაზეა საუბარი, რომ უბრალოდ კომპეტენციას ჩაუღრმავდეთ. მეტი არაფერი არ გვინდა. კაი, ვიდრე მარიამ იზორია მოემზადება ჩართვისთვის, ნინო, კიდევ ერთი მოკლე კითხვა, რაც მინდა კითხო არსებული დაკვირვებიდან გამომდინარე, რას ხედავ გულისხმობ ბაზარზე კომპეტენციის თვალსაზრისით,
ვინ და თქვენ ხართ საუკეთესო ანარეკი ამ მე ნიკას ეხლა ხო გააგრძელეთ მისი აბსოლუტურად თული არ გააგრძელო მისი ნაუბარი აქ ვინც შეხედვართ და ბევრმა ვინც კარგად იცის ბიზნესი იცის რომ სწორი ადამიანი სწორ ადგილას არის ბიზნესის წარმატების ერთადერთი ფორმულა ხო ბიზნესი მართვა ავიღოთ მოდით არ ნუ ვიტყვით მარტო ბიზნესი ანუ პოლიტიკაც იგივეა ხო იგივე მართვა არის სწორი ადამიანი სწორ ადგილას არის ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს ჩვენ ამას ვერ ვხედავთ. დღეს პრაქტიკულად პრობლემა გვაქვს იმაში ზუსტად რომ კომპეტენციების ნაწილი, ღირებულებების ნაწილი ძალიან არ ემთხვევა იმ მოცემულობას, რა მოცემულობაშიც უნდა ვიყოთ სწორი განვითარების შემთხვევაში. დღეს უკვე პოლიტიკა აღარ არის გემოვნების საკითხი, აქ უკვე არის საუბარი იმაზე, სწორ მხარეს დგახარ თუ არ დგახარ. ჩვენ ვაგრძელებთ კიდევ საუბარს